დავიწყებ ინტერვიუს საღამომშვიდობის. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონ ნიკა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თუ ერთ-ერთი ლიდერი? ადამიანი, რომელიც დარჩა იქ, სადაც მოვიდა 2013 წელს, როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ოპოზიციაში, დარჩა თავის ამომრჩეველთან და განაგრძობს ბრძოლას არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ. გასაგებია. ბრძოლის შემადგენელი ნაწილი იყო შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში. თქვენ რამდენიმე საათის წინ დაბრუნდით საქართველოში. რაზე შეთანხმდით პარტიაში დარჩენილები მიხეილ სააკაშვილთან? ტექნიკურ საკითხებზე იყო საუბარი. თქვენ მოგეხსენებათ 20 იანვარს არის მრავალათასიანი ყრილობა სპორტის სასახლეში, სადაც თავად სააკაშვილიც უნდა ჩაერთოს და ამ საკითხების გარშემო იყო საუბარი და ბუნებრივია სხვა რამდენიმე საკითხზეც ჰქონდა საუბარი. თქვენ კეთილი მრავალათასიანი ყრილობა იქნება. მაინც ფიქრობთ რომ მრავალათასიანი იქნება მას შემდეგ რაც გაყრა ოფიციალურად გაფორმდა თანაგუნდელების. რა თქმა უნდა, ეს არის მცდელობა ერთი ჯგუფისა, რომელიც გავიდა, რომ წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს პარტია გაიყო. აი ხა თქვენი თანამშრომლები აქ არიან ცენტრალურ ოფისში და რეალურად მათაც კი შეუძლია დაინახონ რამდენი ადამიანი მე მაგალითად თვეების წინ ამ ცენტრალურ ოფისში არ მინახავს. პირიქით მე დარწმუნებული ვარ რომ ნაციონალური მოძრაობა იქნება მზარდი პოლიტიკური გაერთიანება ელექტორალური თვალსაზრისითაც კი. რა თქმა უნდა ჯგუფი რომელიც გამოიყო პარტიას და არავითარ შემთხვევაში გაიყო, მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს, როგორ გააკეთეს, რა ვითარებაში, რა ფორმით და ასე შემდეგ, ამას დრო გვაჩვენებს. მაგრამ ის მათ უნდა წარმოაჩინო განსაკუთრებით გიგა ბოკერიას წარმოაჩინოს თითქოს პარტია გაიყო, არ გაყოფილა ეს პარტია და ამას დაინახავს თავად გიგა ბოკერიას 20 იანვარს და თითოეულ ჩვენგანი გავხდებით მონაწილენი. შეუძლებელი არის, ახლა მათ გაავრცელეს განცხადება რამდენიმე დღის წინ ღიმილის მომგრევით თითქოს პარტია დატოვა 57-მა ლიდერმა. გასაგებია, ძალიან ჩემთვის დასაფასებელი ადამიანებიც არიან და საპატივცემულოც იქ რაც არ უნდა მომხდარიყო, მე რა თქმა უნდა რამდენიმე მათგანთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს ურყევი და პატივისცემას მაქსიმალურად შევინარჩუნებ. მაგალითად, როგორც არის ახლა ჩუგურეთის პარტიის თავმჯდომარე, ძალიან კარგი ახალგაზრდა ადამიანი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ქალბატონ ირმა ნადირაშვილის მეუღლე, ხო წავიდა ჩუგურეთის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, მაგრამ მას გაყვა რამდენიმე ადამიანი და ეხლა გიგა ბოკერია თუ იტყვის რომ ეს პარტია გაიყო, საკმაოდ ბევრი ლიდერი უკვე წავიდა. მოდით გავაგრძელოთ საუბარი წასულები და დარჩენილები. ჩვენ გვაქვს ეს მოწმობა. იდეა პარტია გამომრჩევლები, პარტია არ არის, არც მე ვარ პარტია და არც სააკაშვილი პარტია და არავინ არ არის პარტია. თუმცა არიან წასულები და დარჩენილები. ამიტომ თანხმდებით. ასე გაიყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. წასულები და დარჩენილები. თქვენ დარჩით. რატომ დარჩით გუნდის იმ ნაწილთან და ლიდერთან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობიდან უკვე წასულები მოიხსენიებენ ჯართად? ბატონ ნიკა. ძალიან სამწუხარო იყო ის რაც გიგი უგულავამ განაცხადა. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი დღეს ნანობს ამას, ის არ უნდა ეთქვას, არცეთ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე იყო გამოსული ასე თქვათ, ციხიდან და თავის ყოფილ თანაგუნდელებს ჯართს უწოდებს. რეალურად მან თქვა რომ თქვენ ყველანი ხართ ჯართი და მე და ბოკერია ვართ მომავალი. მან თქვა რომ თქვენ ხართ ჯართი, თქვენ არ შეგიძლიათ რეალურად ბრძოლა, არ შეგიძლიათ დამარცხება არაფორმალური მმართველობის, მაგრამ ხათუნა გოგორიშვილს, ირმა ნადირაშვილს, გიგა ბოკერიას შეუძლია. ეს გითხრა რამდენიმე დღით ადრე გამოშვებულმა ადამიანმა ციხიდან გიგი უგულავამ, რაც ადამიანურად ძალიან საწყენი ამით შეურაცხყოფა მიაყენა 500,000 ამომრჩეველს. დიახ, 500,000 ამომრჩეველი არის შეურაცხყოფილი და არანიკამელია ნებისმიერ სხვა ადამიანს. ბატონ ნიკა, ამ გადაწყვეტილებით, რაც მოხდა, თქვენ უპირისპირდებით გიგი უგულავას, რომლის სახელთანაც პარტიაში თქვენი პოზიციების გამყარება ასოცირდებოდა. ამაზე თავად გიგი უგულავაც არაერთხელ საუბრობდა და თქვა, რომ მან გაგიხსნათ გზა პარტიაში და თქვენ ოდესღაც სწორედ უგულავას წარმოადგენდით ნაციონალურ მოძრაობაში. რეალურად გრძნობთ თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას, ან გიქმნით თუ არა ეს პროცესი და დაპირისპირება უხერხულობას? ნაწილობრივ გავიგე, მაგრამ მივხვდი თქვენი კითხვის შინაარს. ბუნებრივია, მე 2013 წელს, როდესაც მოვედი და მაშინ თვითონ მე პოლიტიკაში არ ვიყავი თაწმის რაიონის გამგებელი. გიგი უგულავა და მე შემთხვევით ერთმანეთს შევხვდით და გავიცანით გვალბახთან ერთ-ერთ
ასე ვთქვათ, ღონისძიებაზე, მას შემდეგ მივიღე მისგან წინადადება, ვიყავი თათვის რაიონის გამგებელი, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით, რომ მან გამემყარა პოზიციები პარტიაში, არც არასოდეს ვფიქრობდი, რომ მე გიგი უგულავას წარმოვადგენდი. მე ამ პარტიაში დღესაც წარმოვადგენ ამ მორჩევას და არა ერთ და ორ ადამიანს. კი, თუმცა ალბათ ჭირდებოდა თავიდან დახმარება, რომ თქვენ ამ პარტიის სრულფასოვანი წევრი გამტარიყავით. დღემდე კარდაკარ დავდივარ იმისათვის, რომ პოლიტიკური გაერთიანება ნაციონალური მოძრაობა იყოს ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია. ამ ლოგიკით მე შემიძლია ხა გიგი უგულავას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოგიყვანა შენ ხელისუფლებაში. კი ბატონო, თუ თulis რომ მან მომიყვანა ოპოზიციაში, კი ბატონო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე სიბნელეში გადადგმული ნაბიჯი, რომელიც გიგი უგულავამ გადადგა და ძალიან საეჭვო გარემოებებში, უნდა გავყვე და ჩემის აზრით ძალიან ცუდი ფორმით გააკეთა ეს ყველაფერი. საეჭვო გარემოებებზე როდესაც საუბრობთ, მე გიგი უგულავას კი არ უპირისპირდები. გიგი უგულავას კი არ უპირისპირდები. რას გულისხმობთ ამ საეჭვო ურთიერთობებში? მე გიგი უგულავას კი არ უპირისპირდები, უპირისპირდები ღალატს. უპირისპირდები ორ პირობას, უპირისპირდები ამორჩევლების აბუჩად აგდებას და ამორჩევლების შეცდომაში შეყვანას. დიახ, ეს არის ჯგუფი, რომელმაც მოატყუა ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი და მას შემდეგ რაც გაინაღდა ის ადგილები საპარლამენტო ასე ვთქვათ მანდატები მაქვს ხედველობაში გადაბარგდა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელიც მანამდე შექმნა ამ ჯგუფა ბოკერიას ჯგუფს გულისხმობ. ბუნებრივია, მე არ ვიყავი მზად გადამედგა მოღალატეობრივი ნაბიჯი გულახდილად გეუბნებით ამას, რაც უნდა მტკინვეული იყოს ეს ჩემი ყოფილი თანამებრძოლეებისთვის, ესე არის. ვის წარმოადგენს დღეს პარლამენტში ხათუნა გოგორიშვილი, ილმა ნადირაშვილი და გიგა ბოკერია? ვინ არის მათი ამორჩეველი? ერთად არჩევნებად ერთად ხედავთ თუ ეს არის მხოლოდ პარტიული დაპირისპირება. იცით რა, თავს შევიკავებთ, ხელის გულზე დევს ყველაფერი. საზოგადოება მოდი ნუ შეიკავებთ თავს, შემდეგ გიგა ბოკერია შემოგვიერთება და შესაძლოა მანის იმაზე ბუნებრივია ხელის გულზე დევს ყველაფერი. გავბრძანდით თბილისის ქუჩებში და ყოველი მეორე გეტყვით იმას რაც მოხდა. რა მოხდა? ეთქვა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ეთქვა გიგა ბოკერიას რომ მე ხათუნა გოგორიშვილი და ილმა ნადირაშვილი სხვა პარტიით ვაპირეთ პარლამენტში როცა შევვათ გაგრძელებას პოლიტიკური საქმიანობის და ნახავდით რამდენ პროცენტს აიღებდა. არათუ ვერ გადალახავდე ბარიერს არჩევნებს, ამიტომ ვერ მივუახლოვდე. თქვენ რადგან ერიდებით საუბარს, მოდით მე გკითხავთ პირდაპირ ამ კონკრეტულ საკითხზე. ბიძინა ივანიშვილის როლს ხედავთ თუ არა ამ პროცესში, რაც ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? დიახ, ჩემ და სამწუხაროდ ხედავ და სწორად აი ეს გახდა ჩემთვის თავარი იმდენად ბევრი კითხვის ნიშანი არის. როდის მივიღე გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად კი ბატონო უტყუარი მტკიცებულებები გაქვთ თუ არ გაქვთ? გავმიჯნულიყავი ბოკერიას გულს, რომელსაც შეიძლება ეს ერთი თვით ადრე ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ეს გუნდი აპირებდა ბოკერიას გუნდი აპირებდა ნაციონალურ მოძრაობის დატოვებას ერთი თვით ადრე გადაწყვეტილება უნდა სამ აი აქ გამოაცხადეს და ჩემთვის ცნობილი იყო რომ გიგი უგულავა სუშვებდა ბიძინა ივანიშვილის ციხიდან. მე ამაზე მქონდა საუბარი გიგა ბოკერიასთან, დათო ბაქრაძესთანაც და ძალიან ბევრ ასე ვთქვათ დეპუტატთან ნაციონალურ მოძრაობის ლიდერთან. ბუნებრივია, ამის შემდეგ მე გიგი უგულავასთანაც კი მქონდა პირადად საუბარი და მოდით ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვთქვა, ხვალინდელი დღე ნათელს მოფენს ყველაფერს. გასაგებია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და არათუ კითხვის ნიშანი. დიახ, მტკიცებულებაც, დიახ, მაგრამ იცით რა არის, გამიტოვეთ უფლება, რომ ამაზე მე ეხლა ამ ეტაპზე საჯაროდ ავისაუბრებ. თუმცა თქვენ იყო დრო, როდესაც იზიარებდით პარტიის გამიჯნული გუნდის შეხედულებებს და არ ეთანხმებოდით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, როცა საპარლამენტო მანდატების მიღება არ მიღებაზე იყო საუბარი. პირადად თქვენთვის რა ეტაპი იყო გადამწყვეტი, როდესაც მიხვდით, რომ ბოკერია უგულავას ფთა წოდებულ გუნდს საერთო პოლიტიკური ინტერესები თქვენთან აღარ ქონდა. ანუ როდის მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდარიყო გამიჯვნა? ბუნებრივია, პარლამენტში არ შესვლის წინადადება იყო შორს გონიერებისაგან და ნამდვილად ვიყავი მაგალითად ბოკერიას მოკავშირე ამ ნაწილში. და არა მარტო ეს იყო საგნობრივი, ასე ვთქვათ, კავშირი. დიახ, ჩვენ ვიყავით
ვინაიდან ესა პარტია და უთანხმოება ყოველთვის იქნება, კამათი იქნება, მაგრამ საჯაროდ არ გამომიტანია, მაგრამ ის რაც შემდეგ მოხდა პოლიტიკურ ასეთ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში არაფერი საერთო არ ქონდა იმასთან, რითიც თითქოს ბოკერიას ოკითხოთ დაიწყო ეს მთელი კონფლიქტი. პოლიტიკურ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გუნდი უნდა შესულიყო პარლამენტში და ამას მე თავად სააკაშვილოს დაუჭირა მხარი, მაგრამ მერე რაც მოხდა, დამერწმუნეთ არანაირი კავშირი არ ქონდა. და ჩემთვის გახდა წყალგამყოფი გითხარით უკვე ის დღე, როდესაც ჩემთვის დანამდვილებით გახდა ცნობილი და ვერანაირად ვერ უარყოფს გიგა ბოკერია, იმიტომ რომ მე მასთან ერთი ერთზეც არ მქონია საუბარი, ბევრი ადამიანი ესწრებოდა, რომ ეს გუნდი აპირებდა ნაციონალურ მოძრაობიდან გასვლას და რა თქმა უნდა, ისიც ვიცოდი, რომ გიგი უგულავას ბიძინა იმანიშვილი უშვებდა ციხიდან იმისათვის, რომ აი ეს ბოკერიას ფლანგი გაემაგრებია გარედან უკვე. ეს ჩემთვის სამწუხარო და ამის მიღმა ძალიან გთხოვთ ნურს კითხვას დამოუკიდებლად, თუმცა საინტერესოა, როგორი იქნება გიგა ბოკერიას რეაქცია, როდესაც ბიძიანიშვილის ამ პროცესში ჩარევაზე დაუსვამ კითხვას. მოდით გავარკვევთ დაფინანსების საკითხი. პარტიულ დაფინანსებას გულისხმობ ბუნებრივია 2 მილიონიდან რამდენი დარჩება ნაციონალურ მოძრაობას და რამდენი შეიძლება წაიღოს წასულებმა. ბატონი ბოკერია გეყოლება თქვენს თუმცა ეს გახდება თუ არა ახალი დაპირისპირების მიზეზი? ჩემთვის ეს არის რა თქმა უნდა უზნეო საქციელი, ამორალური საქციელი, როდესაც 27% ჩვენ ამორჩევებმა არა მხოლოდ ხმა მოგცა. დიახ. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობისთვის იბრძოლეს იმისათვის, რაც შეიძლება მეტი დეპუტატი ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი ნაციონალურ მოძრაობის რიგებიდან, რათა უკეთესობისკენ შეცვლილიყო ქვეყანაში ვითარება და რეალურად მივიღეთ რა სურათი, თურმე ამ ჯგუფს წინასწარ ქონია ეს ყველაფერი დაგეგმილი და აი ეს თქვენ კითხვა დამისვით თანხასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური პარტია, რომელსაც იღებს სახელმწიფოსგან წაიღო ხა გიგა ბოკერიამ იმ გაურკვეველ ჯერჯერობით პარტიაში, რომელიც პარტიებისა და ბლოკების რეგისტრაციამდე CSGO-ში თუ ავსწრები ერთი კვირით ადრე დაარეგისტრირა ამ პარტიას ერქვა ვეტერანთა ლექტორთა კავშირი, გადაარქვეს ევროპული საქართველო და ეხა ბატონი გიგა ბოკერია თუ იტყვის რომ ნოლიდან ვიწყებთ ყველაფერს, ეთქვა გიგა ბოკერიას არჩევნებამდე, რომ იცით რა, თქვენ რომ მიხვალთ საარჩევნო ურნებთან თქვენ რეალურად ნაციონალურ მოძრაობას კი არ აძლევთ ხმას, აძლევთ ხმას ევროპულ საქართველოს, ანუ მე ხათუნა გოგორიშვილი მონადირეში და ასე და ნახავდით რამდენ ხმას აიღებდა. რატო ეძახდა გიგა ბოკერიან, რატო მონაცვლა გიგა ბოკერიან მოღალატეებად გირჩები და ვაშაძე. კარგი, გასაგებია. ვაშაძე და გირჩება არ შეიმიძლია ეს არ თქვა, სიმართლისათვის უნდა აღინიშნოს. ვაშაძემაც და გირჩებმაც არჩევნებამდე დატოვეს ნაციონალური მოძრაობა. გასაგები, ანუ რა გამოდის შესაძლოა გირჩებთან, იგივე ვაშაძესთან, თქვენ რაიმე პოლიტიკური ერთობა შექმნათ? ეს უბრალოდ გიგა ბოკერია, რატო ნაცვლობდა მათ მოღალატეებად, რა გააკეთა განსხვავებული? ბოკერია არის თქვენი ოპოზიცია დღეს. ბოკერია თქვენი ოპოზიცია, ანუ მე მაინტერესებს თავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი ვის რჩება? ნუ კარგით, ეს კითხვა არის, რომელზეც პასუხის გაცემაც ალბათ უხერხული არის. არ არის უხერხული. ნაციონალური მოძრაობა კი ბატონო, გიგა ბოკერიამ იყაროს ზეგი კენჭი, შემდეგ არჩევნებზე მიიღოს მონაწილეობა და მან თუ მიიღო 4%-ზე მაღალი შედეგი გიგა ბოკერიამ, ხათუნა გოგორიშვილი, ბევრი იმან ადირაშვილი და ასე შემდეგ. მე მაგალითად პოლიტიკაში არ დავჩები ისინი თუ გიგა ბოკერიამ რეალურად გააკეთა პოლიტიკური აფიორის საუკეთესო მაგალითის დემონსტრირება. მოიპარა 20 მანდატი, სია თავიდან ბოლომდე შეადგინა გიგა ბოკერიამ ერთგულების ნიშნით ჩაწერა იქ ადამიანები და ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებს არჩევნებიდან სულ რაღაც ერთ თვეში უთხრა, ნუ აი რა ვქნათ, აი ესეთი გადაწყვეტილება მივიღე. მადლობა და ჩვენი საუბრის ბოლოს ძალიან მოკლედ. თქვენ იქნებით ნაციონალური მოძრაობის ახალი ლიდერი თუ შესაძლოა ეს პარტიული საქმიანობა, საორგანიზაციო საკითხები და ასე შემდეგ ჯერ ისევ დარჩეს მიხეილ სააკაშვილის ფუნქციად? ანუ გაჩნდა მოსაზრება, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ნიკა მელიას სახით ყალიბდება ახალი მიხეილ სააკაშვილი. მე ვარ ჩემ მეგობრებთან ერთად, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად იმ პარტიაში, სადაც მოვედი 2013 წელს და ვიქნები იქამდე, სანამ არაფორმალური მმართველობა არ იქნება დამარცხებული, რა სტატუსითაც არ უნდა ვიყო ნაციონალურ მოძრაობაში, განსხვავებით ჩემი ყოფილი თანამებრძოლებისა, რომლებიც ჩემის აზრით ძალიან
წარე გაკვეთილი ჩაუტარეს ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევლებს და თუ რა შეუძლიათ მათ რეალურად გამოჩნდება შემდეგ არჩევნებზე და წარმატებები ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან ნიკა მელია გვერდთვებოდა